თბილისში ვაკის პარკის რეაბილიტაცია სრულდება, სამუშაოები სავარაუდოდ ერთ თვეში დამთავრდება, თუმცა მანამდე პარკში ახალი შადრევანი უკვე ამოქმედა. ასევე მოეწყო საფეხბურთო მოედანი, შეიცვალა სანიაღვრე სისტემა და მთლიანად გამოიცვალა გარე განათება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები თბილისის მერიის დაფინანსებით ჩატარდა. შარშან დავიწყეთ შემოდგომაზე. Დავჭერთ ჩვენ მცირე დეტალები უკვე, დავჭერთ ჩამოსასვლელი პორტალის რეკონსტრუქცია, რომელიც ხარაც ძალიან მნიშვნელოვანია კეთდება ჩამოსასვლელი ლიფტი შეზღუდული ადამიანებისთვის. თავარი კიდე რაც არის, რაც ბავშვებისთვის განსაკუთრებული მოვლენა იქნება ალბათ, კაროსელების მოედანი, სადაც ადე კაროსელები იყო ყოველდღიურად გამოსულ, მთლიანად განახლდება. ჯამში 3 მილიონი დაჯდა და რაც თავარია, ჩვენ თბილისს დაუბრუნეთ ის ვაკის პარკი, რომელიც ყველას ახსოვდა და რომელიც ყველას მასწავლე ენატრებოდა. აქედან გამომდინარე ფინალურ სტადიაზე ვართ რეაბილიტაციის და სულ მალე უკვე ალბათ უკვე სადღაც 1 თვის განმავლობაში დავასრულეთ უკვე ბოლო დეტალებს და უკვე წარუდგენთ თბილისელებს იმ ვაკის პარკს, რომელიც ყველას ასე ენატრებოდა.